იცოდით, რომ არსებობს ადგილი, სადაც ქალები თმას ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იჭრიან, ხოლო ჭაღარა 80 წლის ასაკშიც კი იშვიათობაა. ეს ჩინეთის სოფელი ჰუანგლუა. აქაური მცხოვრებლებისთვის თმა არა მხოლოდ ესთეტიკური მოცემულობა, არამედ სიმდიდრის, კეთილდღეობისა და ეგრძელობის სიმბოლოა. სწორედ ამ კულტურული ფენომენის გამო დასახლება გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც სოფელი, სადაც მსოფლიოში ყველაზე გრძელთმიანი ქალები ცხოვრობენ. იაოს ეთნიკური ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობა უცვლელ ადათ-წესებსა და ტრადიციულ კანონზომიერებას ეყრდნობა. დადგენილი წესის თანახმად გოგონა თმას მხოლოდ ერთხელ 18 წლის ასაკში იჭრის, რაც სიმბოლურად პიროვნული სიმწიფის ახალ ეტაპზე გადასვლას აღნიშნავს. აღსანიშნავია, რომ მოჭრილ თმას სათუთად ინახავენ და მოგვიანებით ყოველდღიური ვარცხნილობის ნაწილად იყენებენ. ამ უწყვეტი ციკლის შედეგად ადგილობრივი ქალების თმის სიგრძე ხშირად 2 მეტრს აღწევს. ამ ვიზუალური ფენომენის საფუძველს უძველესი რეცეპტი ფერმენტირებული ბრინჯის ნაბანი წარმოადგენს. ადგილობრივი ქალები ტრადიციული საშუალებების ნაცვლად იყენებენ ბრინჯის გარეცხვის შედეგად მიღებულ სითხეს, რომელსაც სპეციალურ დანამატებთან ერთად ხარშავენ და შემდეგ სრული ფერმენტაციისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში აჩერებენ. მეცნიერული ანალიზი ადასტურებს, რომ ეს ნაზავი ანტიოქსიდანტებისა და ინოზიტოლის მდიდარი წყაროა. აღნიშნული ნივთიერება ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში, რაც უზრუნველყოფს მის განსაკუთრებულ ელასტიურობასა და პიგმენტაციის ხანგრძლივ შენარჩუნებას. სწორედ ეს ბუნებრივი ფორმულა განაპირობებს იმას, რომ ჰუანგლუოში ჭაღარა 80 წლის ასაკშიც კი იშვიათობაა. ჰუანგლუო იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია უძველეს ეთნოგრაფიულ პრაქტიკას თანამედროვე სამყაროშიც კი შეინარჩუნოს აქტუალობა. ეს არის ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობისა და წინაპართა ცოდნის დღესაც მოქმედი მემკვიდრეობა.